იცოდი, რომ სომფლიოს უდიდესი მოტოიმპერია სინამდვილეში ძველი რადიო გადამცემების ნარჩენებისა და ერთი კაცის სიჯიუტით შეიქმნა? Honda არ დაწყებულა დიდი ქარხნებითა და მილიონებით. ის დაიწყო იმედგაცრუებით და ნაგავში ნაპოვნი გენერატორებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია ნანგრევებში იყო. ტრანსპორტი კი დიდი ფუფუნება იყო. სოიჩირო ჰონდამ, კაცმა, რომელიც მანამდე დგუშებსა და რგოლებს აკეთებდა, იპოვა 500 ცალი მიტოვებული სამხედრო გენერატორი. წარმოიდგინეთ, მაშინ როცა სხვები მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობდნენ, მან ეს პატარა ძრავები ჩვეულებრივ ველოსიპედებს მიამაგრა, ასე შეიქმნა ბაბუაწვერა, ტრანსპორტი, რომელმაც ერი ფეხზე დააყენა. 1959 წელს ჰონდამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ველოსიპედების გადაკეთება აღარ აკმაყოფილებდა. მან შექმნა Dream D-Type, სახელის შემთხვევით არ იყო. ეს მისი ოცნება გახდათ. სოიჩირო არ იყო ჩვეულებრივი ბიზნესმენი, ის იყო ინჟინერი, რომელიც ზეთსა და ბენზინში ცხოვრობდა. მან თქვა, თუ Honda არ ირბოლებს, Honda არ იარსებებს და გავიდა მსოფლიო რბოლებზე, სადაც ევროპელებს ცხვირი მოსწმინდა, თავისი მრავალცილინდრიანი ძრავებით. 1958 წელს გამოჩნდა სუპერკაბი. მანამდე მოტოციკლეტი ასოცირდებოდა ტყავის ქურთუქთან და ცუდბიჭებთან. Honda-მ კი შექმნა ბაიკი, რომლის ტარება კაბითაც შეიძლებოდა, ასევე კოსტუმითაც. მათი სლოგანი, თქვენ ხვდებით საუკეთესო ადამიანებს Honda-ზე, მარკეტინგული გენიალურობა იყო. ამ მოდელმა მოტოციკლეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და დღემდე მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ტრანსპორტია. აქედან დასკვნა, დღეს როცა Honda-ს ცეცხლოვან CBR-ს ან ლეგენდარულ African Twins ხედავთ, გახსოვდეთ, ეს მხოლოდ რკინის გროვა არა. ეს არის იმ ინჟინრის ჟინი, რომელმაც ომის შემდეგ ნაგავში ნაპოვნი ძრავებით მსოფლიოს დაპყრობა განიზრახა და შეძლო კიდეც. მოგეწონა ვიდეო? მაშინ დაალაიქე, აუცილებლად მომწერე, შემდეგი რომელი ბრენდის ისტორია გაინტერესებს.